დროა მოვიწვიოთ ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ზურაბ მიქელაძე, კლინიკა N-Medicine რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი, თერაპევტი, რეაბილიტოლოგი. და სტუმარს ვთხოვთ სტუდიაში. მოგესალმებით. ბატონო ზურაბ, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. როგორც იცით, საუბრობთ ყოველთვის აქტუალურ თემებზე. დღესაც შევარჩიეთ ისეთი სტუმარი, რომლის ინტერვიუც ძალიან დააინტერესებს ჩვენს ტელემაყურებელს და სანამ დავიწყებთ საუბარს, შემოგთავაზებთ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომაც. ძალიან აქტუალურია წელის ტკივილი. თუმცა დიფერენცირება უნდა ხდებოდეს, რა არის ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ გვინდა დღეს ვისაუბროთ თქვენთან ერთად ხერხემლის თიაქარზე. მოდით, ჩვენს მაყურებელს აუხსნათ სტატისტიკურად, როგორი არის სტატისტიკა ამ დაავადებასთან, ამ პრობლემასთან მიმართებაში, თუნდაც საქართველოში, ან მსოფლიო მასშტაბით და რა არის ის ძირითადი მიზეზები, რომელიც განაპირობებს თიაქრის განვითარებას. რა თქმა უნდა, რომელ ასაკში არის უფრო ხშირად ეს პრობლემა. სანამ სტუმარი გაგცემს პასუხს, დავამატებ, რომ იმდენად მოარული გახდა ეს დიაგნოზი, ეს ხერხემლის თიაქარი, ყველას ოდნავ რაღაცა დისკომფორტი ხერხემლის არეში და ვაიმე ხერხემლის თიაქარი ხო არ მაქვს და ყველა მიცის სიტყვა პროტრუზიო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და ამიტომ ეს ხერხემლის თიაქარი არის ესეთი ძალიან ყოველდღიური დიაგნოზივით არის და რამდენად შეესაბამება ხოლმე ყოველთვის ეს ჩივილები რეალურად არსებულ ხერხემლის თიაქარს. მოგესალმებით, მივესალმებით სრულად საქართველოს. კარგი შეკითხვაა. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალიან გაიზარდა მომართვიანობა წელის, ზოგადად წელის, კისრის არეში ტკივილით და ჩვენ ყველამ ვიცოდით ახლა ინსტიტუტის პერიოდში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ზოგადად პრობლემები ემართებოდა იმათ, ვისაც ჰქონდათ რაიმე დაავადებები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრიდან, ან ოსტეოპოროზი, ან ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებები ხერხემლში, გადაძაბული ცხოვრების რეჟიმი, ავიტამინოზი და ასე შემდეგ. მაგრამ ბოლო დროს ახალგაზრდებშიც ძალიან გაიზარდა მომართვიანობა და წვავე წელის ტკივილის მდგომარეობა, რომელიც შემდეგ რასაკვირველია MRT კვლევით დაადასტურებულა დიდი თიაქარი. თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო პერიოდში სტატისტიკურად ბავშვებში დაახლოებით სკოლის მოსწავლეებში ეს არის 14-დან 15-16 წლამდე, მე მყოლია პაციენტები როგორც ბათუმში, ისე თბილისში, ძალიან დიდი თიაქარით, წელის მალების თიაქარით, სეკვესტრირებული ფორმით, წავე ტკივილით. მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო? აქ ცოტა სიღრმისეული ანალიზი გვჭირდება. პირველი მიზეზი არის ის, რომ ბავშვები ნაკლებ მოძრაობენ. მიჯაჭვულობა კომპიუტერთან თან ერთ იგივე პოზაში, აი ამ გაჯეტით. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეხლა ძალიან აქტუალურია ბავშვების ვარჯიში, უკონტროლო ვარჯიში, ჯიმში. სიმძიმეებით. ხო, და უკონტროლო სიმძიმეების გამოყენებით. თუმცა ბატონო ზურაბ, მე გავიხსენებ ჩემს ბავშვობას, როდესაც ცურვაზე დავდიოდი და სანამ დავიწყებდი ვარჯიშს, მახსოვდა გავდიოდით სამედიცინო შემოწმებას. ანუ ექიმის მიერ იყო შეფასებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხომ არ სჯობს, რომ თქვათ, შეფასდეს მისი ხერხემალი ექიმის, პროფესიონალი ექიმის მხრიდან და შემდეგ უკვე თუ რაღაც უკუჩვენება არ არის, მე რეალურად საუბარია დიდი წონებისაც, რომელიც არც არის მიმართოს მე ინსტრუქტორს. კი, რასაკვირველია, ზოგადად ნაადრევი საქართველოში ძალიან აქტუალური და ძალიან პოპულარულია ნაადრევ ასაკში სპორტში ჩართულობა ბავშვის. მაგრამ არ ხდება ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობების ანალიზი.
კვალიფიციური მედიცინის მუშაკის მიერ. პოსტფაქტუმ იწყება ხოლმე მე თავში შემოიკრავენ ბავშვს ტახიკარდია აქვს თურმე ბავშვს მანკი ქონია თურმე ბავშვს რა ქვია სპინა ბიფიდა ქონია თურმე ბავშვს კოლიოზი ქონია ბრტყელი ტერფი ასე შემდეგ და ბავშვს რო ეწყება ტკივილი ხერხემალში მუხლი ძალიან ხშირად ფეხების ტკივილი განპირობებული ყოფილა ახლა ალბათ ისაუბრებთ ამ თემაზე ხერხემლის პათოლოგიებით ხო ამიტომ ერთ რაღაცას უნდა შევთანხმდით ხა ექიმები ვართ რომ კვალიფიციურ შეფასებას ალტერნატივა არ აქვს ნაადრევ ასაკში, როდესაც ბავშვი აპირებს სერიოზულ ჩართულობას. ჯერ ექიმთან და შემდგომ ინსტრუქტორთან. ხო, რასაკვირველია. და ინსტრუქტორმაც უნდა იცოდეს გარკვეულწილად მე ეს ჩემი აზრია უბრალოდ, რომ ელემენტარულ დონეზე უნდა იცოდეს ანატომია, ფიზიოლოგია. მე ესე ვფიქრობ. ხოლო რაც შეეხება 40 წელი და ზევით ასაკის პაციენტებში გახშირდა ამ სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ოღონდ უფრო აქტუალური წამოვიდა დეგენერაციული ცვლილებების ფონზე განვითარებული დისკოპათიები და ხერხემლის თიაქრის მძიმე ფორმები. ანუ პრაქტიკულად ყოველ, ესე ვთქვათ, ძალიან ხშირად ხდება არა თიაქარი მარტო, არამედ ხდება თიაქარი ესე ვთქვათ, მალთაშორისი დისკის დეგენერაციული ცვლილებებთან ერთად, რომელიც ართულებს კორნალობის შემდგომ, ესე ვთქვათ, ეტაპებს და მიმდინარეობას. და დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდი, რომელიც მოგცემთ საშუალებას ზუსტად გამოიტანოთ დიაგნოზი ხერხემლის თიაქარი. MRT კვლევა. ალტერნატივა არ აქვს MRT კვლევას. რეალურად უსაფრთხოც არის. რასაკვირველია, ძალიან ხშირად ხდება ჩემს პრაქტიკაში კიდე მოვიშველიებ, ესე ვთქვათ, რომ ხშირად პაციენტებს მოაქვთ კატე კვლევა, ანუ კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნა და მე მივმართავ ჩემ კოლეგებსაც და აბსოლუტურად პაციენტებსაც, რომ კატე კვლევა არ არის იმ დონეზე ინფორმატიული, რომ ექიმ კლინიკისტმა დაასვას სწორი დიაგნოზი. არც რენტგენოლოგიური კვლევა, იმიტომ რომ რენტგენოლოგიური კვლევის დროს ხდება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურის ანალიზი, რბილი ქსოვილები პრაქტიკულად იქ არ ჩანს და MRT კვლევას ალტერნატივა არ აქვს. ბატონ ზურაბ, თქვენს კლინიკაში დანერგილია ხერხემლის თიაქრის მკურნალობა არა ქირურგიული გზით, ანუ ოპერაციის გარეშე. ეგრეთ წოდებული რეზორბციული. ეგრეთ წოდებული რეზორბციული და ცოტა ისეთი რთული ტერმინი იქნება ეს ჩვენი მაყურებლისთვის გასაგებად. მოდით, გასაგებ ენაზე რომ ავუხსნათ ჩვენს ტელემაყურებელს, რასთან გვაქვს საქმე და რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდს, ვთქვათ, ქირურგიულ მკურნალობასთან შედარებით. კი ბატონო, სანამ დავიწყებდე რეზორბციის მეთოდის განხილვას, მე მინდა გითხრათ და ყველამ მინდა რომ იცოდეს, მალთაშორისი დისკის თიაქარი არის, მალთაშორისი დისკის ტრავმა და ექიმმა მას უნდა უკურნალოს როგორც case ტრავმას. ზოგადად თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორ წარმოიქმნება მალთაშორისი დისკის თიაქარი. როდესაც მალთაშორისი დისკის ესე ვთქვათ, რკალი განიცდის ტრავმირებას, მალთაშორისი დისკის პულპოზური მასა განმოედინება გარეთ, აწვება ნერვულ წნულს და ვითარდება ძლიერი ტკივილი. ორგანიზმს ზოგადად იცოდეთ, ეხლა თქვენას დამეთანხმებით, რომ ორგანიზმს აქვს ძალიან დიდი კოლოსალური, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა აბსოლუტურად ყველა ტრავმების, ესე ვთქვათ, დალაგებისა და რეგენერაციისა ჩვენს გარეშეც, ანუ მუშაობს იმუნური სისტემა. როდესაც ვითარდება, ესე ვთქვათ, მალთაშორისი დისკის თიაქარი, გადმოიღრება პულპოზური მასა გარეთ, ეს უკვე ორგანიზმისთვის არის უცხო სხეული. იმ ადგილას, სადაც ეს ეხლა გადმოღრული მასაა თიაქრის სახით, ის არის ორგანიზმისთვის უცხო სხეული და ამას ორგანიზმი აღიქვამს როგორც უცხო სხეულს და იწყება იმუნური სისტემის, ასე ვთქვათ, რეაქცია, ადგილობრივი რეაქცია და ხდება აღნიშნული პრობლემის მოშორება. ეხლა მე მაქსიმალურად მინდა ეს ყველაფერი ჩამოვაყალიბო ძალიან ელემენტარულ ენაზე, მარტივ ენაზე, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. ამაში მონაწილეობას ღებულობს იმუნური სისტემის ერთ-ერთი საინტერესო უჯრედები მაკროფაგები. მაკროფაგები აკუცმაცებენ ამ უცხო სხეულს და ხდება ეგრეთ წოდებული აი ამ ამორფული მასის გატანა. ასევე პარალელურად აი ამ სიტუაციაში მონაწილეობას ღებულობენ თრომბოციტები, რომელიც ახდენს მალთაშორისი დისკის დაზიანებული ადგილის შეხორცებას. აი ამ პროცესს მთლიანად რაც მიმდინარეობს ორგანიზმში, ქვია რეზორბციის, შეხორცების, ანუ გაწყობის პროცესი, რომელიც ჩვენს გარეშეც ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ჩვენ
ანუ ჩემი პირადი ესე ვთქვათ როლი აი ამ სიტუაციაში რაში მდგომარეობს. გამომდინარე იქიდან რომ ძვალსახსროვანი სისტემა სისხლის მიმოქცევით ნაკლებად მორწყმადია, რეგენერაციის უნარი მიმდინარეობს ძვალსახსროვან სისტემაში ძალიან ნელად. აი ჩვეულებრივ მაგალითს გეტყვი. ადამიანმა გაიჭრა კუნთი. მაგ საერთოდ დიფუზიით ხდება როგორც ხო, დიფუზიით მალთაშორით კი ბატონო. წარმოიდგინეთ, რომ აი ადამიანმა კუნთი რო გაიჭრას 2-3 კვირაში ხორცდება, ხო? მაგრამ ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ გჭირდება თვეები, რომ მოხდეს მისი რეგენერაცია. იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა გაცილებით დუნე მიმდინარეობს. ხოლო ჩვენ აი ამ პროცესის მოდულაციას ვაკეთებთ, ანუ დაჩქარებას სამედიცინო მიდგომებით. და აი ამ პროცესს, აი ამ მიდგომას ქვია ზუსტად რეზორბციის პროცესი, რომელიც ბუნებრივად მიმდინარე პროცესის, ესე ვთქვათ, დაჩქარებას ვახდენთ ტარგეტულ ზონაში. ამაში მონაწილეობას ღებულობს მედიკამენტები და პლუს აპარატურული თერაპია. და მაინტერესებს ამ შარების ეფექტურობა, ყველაფერი ციფრებში განისაზღვრება, ხო? დაავადების მქონე, ამ დაავადების მქონე პაციენტებში, რომელიც თქვენ მოგმართავენ, რამდენ პროცენტში ფიქსირდება დადებითი პოზიტიური რეზულტატი და როდის იღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას, რომ აქ რეზორბციული მეთოდი აღარ ჭრის და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ქირურგიული ჩარევა. ძალიან კარგი შეკითხვაა. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმს და ადამიანს რეგენერაციის უნარი შეუძლია, ეხლა არ მინდა რომ ძალიან სკრუპულოზული ვიყო, დაახლოებით 45-50 წლის ასაკამდე. ინდივიდუალურია. უფრო დიდ ასაკშიც შესაძლებელია იყოს, რომ ადამიანის ორგანიზმი იყოს იდეალურად ძლიერი იმუნური სისტემით. ზოგადად ჩვენი გამოცდილებით, კლინიკային მედიცინის რეაბილიტაციის გამოცდილებით, იდეალური შედეგი ხერხემლის თიაქრის რეზორბციის მეთოდით მკურნალობა დგება დაახლოებით 45-65 წლის ასაკამდე. რასაკვირველია, პროცენტული მაჩვენებელი 65 წლის ზევითაც არის, მაგრამ იმდენი არ არის, რამე თუ მდგომარეობა გაცილებით ადვილად მართვადია ქვედა ფენებში, ასაკობრივ ფენებში, ვისაც შენარჩუნებული აქვს რეგენერაციის უნარი, ვიდრე, ესე ვთქვათ, ხანში შესულ პაციენტებში. რაც შეეხება ოპერაციული ჩარევის კრიტერიუმს. ოპერაციული, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ხერხემლის თიაქრის მწვავე სტადია გრძელდება 2 კვირიდან 3 კვირამდე. ამ პერიოდში პაციენტს აღენიშნება ძალიან ძლიერი მწვავე ტკივილები. ოპერაციული ჩარევა მხოლოდ და მხოლოდ გამართლებულია მაშინ, როდესაც ხელთ არსებული აბსოლუტურად ყველა საშუალებები არის ამოწურული, ეს ერთი, მეორე, ადამიანი იწყებს კოჭლობას, ანუ კიდური ითიშება, გამომდინარე ნერვული ტროფიკის, ესე ვთქვათ, ძლიერი დეგენერაციული ცვლილებებიდან გამომდინარე, აი ამ დროს რასაკვირველია, სწრაფად უნდა მოხდეს მისი ოპერაციული ჩარევა, რათა მოშორდეს, ესე ვთქვათ, მექანიკური ზეწოლა ნერვულ კონაზე. მაგრამ როდესაც პირველ ეტაპზე, მწვავე ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა იმართება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ანუ ჩვეულებრივი ტკივილგამოყუჩებლებით, ასევე იმართება ფიზიკური სიმშვიდით და დინამიკაში თანდათანობით ექიმ სპეციალისტი ატყობს პაციენტის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და თანდათანობით, როდესაც ეს მდგომარეობა უფრო უმჯობესდება აპარატურული, ანუ ეგრეთ წოდებული ფიზიოპროცედურების გამოყენების შემდეგ, რასაკვირველია ესეთი პაციენტი რატომ უნდა გაუშვათ საოპერაციოდ. კი ბატონო. ბატონო ზურაბ, ცხოვრებაში ჩვენ ხშირად გვსმენია ასეთი რამ, რომ იცი რა, წელი მეტკინა და უცებ ყველა ჩაერთვება, ყველა გამოთქვავს თავიანთ კომპეტენტურ აზრს. უშვებენ, ან ცურვაზე, ან წადი მსუბუქად დაიტვირთე ხერხემალი და ასე შემდეგ. დაასვენე ხერხემალი ცურვაზე იარე. აი ამ შემთხვევაში, როდესაც ესე პრაქტიკულად არ ვიცით რა არის გამომწვევი მიზეზი ამ ტკივილის, რამდენად დასაშვებია და მიზანშეწონილია, რომ ფიზიკური დატვირთვა ვურჩიოთ ასეთ ადამიანს. ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო გაუარესებას, არა, მდგომარეობის დამძიმებას. რასაკვირველია, პირველ ყოვლისა, როდესაც სიმპტომატოლოგია მიუთითებს იმითკენ, რომ არის მალთაშორის დისკის თიაქარი, პირველ ყოვლისა უნდა მოხდეს ამ მდგომარეობის იდენტიფიცირება MRT კვლევის საფუძველზე. არის შემთხვევა, როდესაც წელის ტკივილების დროს, ან თუ გინდ კისრის არეში ტკივილების დროს, ჩვენი მეგობრები, ჩვენი კოლეგებიც, ასე ვთქვათ, კეთილის მოსურნეები უშვებს პაციენტს საცურაოდ,
ტურნირზე ჩამოკიდებით, ვარჯიშით, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა და ეგ ყველაფერი არის კონტრპროდუქტიული. რამე თუ კიდევ და კიდევ გეუბნებით, რომ მალთაშორისი დისკის თიაქარი არის ტრავმა. ამ დროს რომ პაციენტი პირიქით ტვირთავს იმ ტარგეტულ ზონას, სადაც ეს ზონის პრობლემა არის. წარმოიდგინეთ ახლა ცურვის დროს, როდესაც წავეთ კივილებია და კივილები აი პნევმონიის დროს რო გაუშვა და აცურავ, იგივე ამბავი. აი კატეგორიულად დავუშვებთ. წარმოიდგინეთ რომ როდესაც მალთაშორის დისკის თიაქარია და ადამიანს ტკივა. ცურვის დროს რა შვება პაციენტი? აძლიერებს წელის ცირკულარულ მოძრაობას. წელი ცირკულარული მოძრაობის გაძლიერების შემდეგ პირიქით ხომ ზიანდება მალთაშორის დისკი. ამიტომ ჯერ პირველ ყოვლისა უნდა მოხდეს სიტუაციის იდენტიფიცირება და შემდეგ უნდა მოხდეს ზოგადად მკურნალობის კურსის დანიშვნა, მაგრამ თავიდანვე ვამბობ, კატეგორიულად დაუშვებელია მწვავე ტკივილის, მწვავე თიაქრის სტადიაში ვარჯიში, მასაჟი, ტურნირზე ჩამოკიდება და ფიზიკური აქტივობა. მწვავე ტკივილის დროს უნდა მოხდეს მაქსიმალურად სიმშვიდე პაციენტის, ხოლო შემდეგ თანდათანობით, როდესაც დინამიკა წავა პოზიტივისკენ, რასაკვირველია, ფეხით სიარულს ალტერნატივა არ აქვს, აი თქვენ ქალბატონო აჰა, დაგვასწარეთ პრევენციაზე მინდა გვეკითხა და თავი თქვენ ყველაფერს. აი ფეხით სიარული, მალთაშორისი დისკი იკვებება რითი? დიფუზიით. სიარულის დროს წნევის, ესე ვთქვათ, უარყოფითი წნევისა და დადებითი წნევის, ესე ვთქვათ, ვარიაციით მალებიდან საკვები ნივთიერებები გადაინაცვლებს დიფუზიის გზით მალთაშორის დისკში. და არა სირბილის დროს, და არა მოსვენების დროს, სიარულის დროს, იდეალური. აი მაგალითად მე ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, როდესაც მწვავე პერიოდი ჩაივლის თუ არა, პაციენტს ვეუბნები იარე ფეხით. იარე ფეხით. დავდივარ იდეალური საშუალება და არა იცურავე. არ ვიცი ხა რამდენად მართალია ხერხემალი რა ასაკის. გავს თითის წვერებს თუ ეხები ფეხის თითის ბოლომდე აი ადექი? აბა, აბა შეყვატო. აბა მოდი. აი ესე იგი ბოლომდე აბა უნდა ეს ახლა რას შევეხო? თითის წვერებს. აჰა. მე ჩავედი, შეხედე, შენზე უფრო, იმიტომ რომ მე ქუსლებზე ვდგევარ და მაინც მივწვდი. იდეალური ხერხემალი გაქვთ ორივეს. შეხედე, აბა რა. ვარჯიში, ფეხით სიარული, ცოტა საჭმელი, რა ვიცი, კარგ ხასიათზე ყოფნა. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯანსაღი ცხოვრების წესი. აბა რა. ძალიან კარგი. ბატონ ზურაბ, ხშირად მსმენია ნეიროქირურგებისგან, სხვათა შორის ერთ პერიოდი უცხოეთშიც მუშაობდი და იქ დაგჭირდა ერთი ჩვენი ახლობლისთვის კონსულტაციის ჩატარება. გამოცდილი პროფესორი იყო და იცით რა თქვა? სანამ შეუძლიაო პაციენტს იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხელი არ მოკიდოთო ხერხემალს, იმიტომ რომ ძალიან გზნობი არის ხერხემალი და თქვენ აი როდის ხდება თქვენს მხრიდან გადამისამართება ასეთი პაციენტის? თქვენ კი ახსენეთ, რომ როდესაც უკვე ამოწურულია ყველა რესურსი, მედიკამენტური, ფიზიოთერაპია, ეს რეზორბციის მეთოდი და ასე შემდეგ. აი სად დგება უკვე აუცილებლობა ოპერაციის ჩატარების? ოპერაციული ჩარევის ყველაზე დიდი ინდიკატორი არის პაციენტის საერთო მდგომარეობა, კერძოდ ტკივილის სიმპტომი. თუ პაციენტს ორ კვირაზე მეტი ხანი ტკივა აუტანელად და არ იმართება არანაირი საშუალებით, ეს თუ გინდა არასტეროიდული ანტების საწინააღმდეგოდ, არც ფიზიოპროცედურებით, ესეთი პაციენტი მიდის საოპერაციო მაგიდაზე. მაგრამ აუცილებელი ერთი რამ, ოპერაციის შემდგომ გადაუდებლად აუცილებელი არის დროული რეაბილიტაცია. იმიტომ რომ ოპერაციაც არის გარკვეული ფიზიკური ჩარევა, ხო? ამ დროსაც უნდა მოხდეს პოსტოპერაციული შეხორცება, იმიტომ რომ ლამინექტომიის შემდეგ ხომ და მოხდეს აღნიშნული კერის, ესე ვთქვათ, შეხორცება. ამიტომ აქაც რეზორბციის პროცესი, ასე ვთქვათ, აუცილებლობას წარმოადგენს, იმიტომ რომ პაციენტი თავის დროზე სრულფასოვნად ჩაუდგეს ნორმალურ ცხოვრების რეჟიმს. ბატონო ზურაბ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღო თქვენგან. მართლაც არის ზუსტად ის გზავნილი, რასაც ელოდება ის ადამიანი, რომელსაც წელის ტკივილი აწუხებს. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის.